სეისმური წყარო და გადაადგილების ველი. საზოგადოდ ძალთა წყვილით გამოწვეული გადაადგილების ველი რომ მივიღოთ, საჭიროა გამოვთვალოთ რაღაც R მანძილზე გადაადგილების ველი, გამოწვეული ჯერ მარტივი ძალის მიერ და მერე მოვახდინოთ ამ ძალების კომბინაცია ისე რომ მივიღოთ სხვადასხვა კომბინაცია, ერთმაგი და ორმაგი ძალთა წყვილი. სულ შეიძლება გქონდეს 9 სახის ძალთა წყვილი, რომელიც მოცემულია მე-14 ნახაზზე. ეს ძალთა წყვილი ქმნის სეისმური მომენტის ტენზორის კომპონენტებს, მაგალითად M12 ინდექსით 1-2 აღნიშნავს ძალთა წყვილს, რომელთა ძალები მიმართულია x2 ღერძის დადებითი და უარყოფითი მიმართულებით, აი S და S. ხოლო ძალთა წყვილის მხარი მიმართულია x1 ღერძის პარალელურად. როგორც აღნიშნეთ, M12 ინდექსად 1-2 მოდულია F გამრავლებული D-ზე. მისი სიდიდე სეისმოლოგიაში მოსახერხებელია, რომ იყოს დინი გამრავლებული სანტიმეტრზე, ით გამოსახული. ეხლა M ინდექსად 1-1 იგივეა, ოღონდ მას მაბრუნებელი მომენტი არ აქვს, ანუ ეს ამ ნახაზზე იქნება აი 1-1-ისკენ მიმართული. პირველი 1-1 1-2 M1-3 და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარი იდეა აქ მიღებული შედეგებისა არის ის, რომ რღვევაზე განხორციელებული გადაადგილება წარმოშობს ისეთივე სეისმურ ტალღებს, რასაც რღვევაზე განაწილებული ძალები ნულოვანი ჯამური მომენტით, ანუ ძვრის დისლოკაციით მიღებული ველი შეიძლება მოცემული იყოს გადაადგილების ველით, რომელიც განპირობებულია ექვივალენტური ძალთა ორმაგი წყვილების ერთობლიობით და რომლებიც მოთავსებულია დისლოკაციის არ მქონე გარემოში. როგორც ვთქვით, ეს არის მთავარი შედეგი. სიმარტივისათვის განვიხილოთ ერთგვაროვანი გარემო, სიმკვრივით ρ და სიგრძივი და განივი ტალღების სიჩქარეები ამ გარემოში შესაბამისად იყოს ალფა და ბეტა. ერთგვაროვან დრეკად გარემოში შეშფოთება ვრცელდება როგორც მოცულობითი ტალღები. საზოგადოდ გადაადგილება, რომელიც ხდება რღვევის საწინააღმდეგო მხარეებზე, პერმანენტულია, მუდმივია. დედამიწა აღარ უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას მიწისძვრის შემდეგ. ამიტომ ექვივალენტური ძალებით გადაადგილების ველის წარმოდგენისას უნდა გქონდეს მუდმივად ცვალებადი
დამატებით კიდევ გადაადგილება უცებ არ ხდება. რღვევის გავრცელება ხდება რაღაცა დროის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ ეს თვისებები, თუ ჩვენი მომენტის ტენზორი, რომლითაც წარმოდგენილია მიწისძვრის კერა, იქნება დროზე დამოკიდებული. თუ წერტილოვან წყაროს სეისმური მომენტით M0 T მოთავსებული იქნება საკოორდინატო სისტემის სათავეში. მაშინ სფერულ კოორდინატებში გადაადგილება შორეული ველისათვის, ანუ შორ მანძილებზე, გამოწვეული ამ ძალთა სისტემით, ტოლი იქნება შემდეგი გამოსახულებისა. ესე იგი, გადაადგილება UXT პროპორციულია, ზუსტად ამას არ უდრის, მაგრამ აი ამ წევრის პროპორციულია. 1 შეფარდებული 4 π რო ალფა კუბში გამრავლებული სინუს 2 თეტა გამრავლებული კოსინუს ფი გამრავლებული r-ზე და გამრავლებული m სეისმური მომენტი წარმოებული დროთი გაყოფილი r-ზე. სადაც M0T არის გამოისახება აი ამ ფორმულით. μ გამრავლებული a ტეს ფუნქცია d ტეს ფუნქცია. m არის დროში ცვალებადი. ესე იგი m არის დროზე დამოკიდებული მომენტის ფუნქცია. შევნიშნოთ, რომ გადაადგილება შორეული ველისათვის პროპორციულია მომენტის ტენზორის წარმოებულისა, რომელსაც ქვია მომენტის სისწრაფის ფუნქცია. პირველ ფორმულაში საზოგადოდ კიდევ უნდა გქონდეს წევრი, რომელიც გამოსახავს ეს განივი ტალღის გამოსხივებას. გრაფიკულად P ტალღის გამოსხივება მოცემულია ზემოთ მე-12 ნახაზზე. გადაადგილების კომპონენტები UXT-ში არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვზომავთ სეისმოგრამაზე. წყაროდან ახლო მანძილზე წინა ფორმულას, აი ამ ფორმულას, ემატება კიდევ ერთი წევრი, რომელიც გამოსახავს ახლობელი ველის გადაადგილებას ახლო მანძილებზე და იგი დაახლოებით მოიცემა ასე. UXT გადაადგილება პროპორციულია 1 შეფარდებული 4 π μ r კვადრატი. ეს გამრავლებული სეისმურ მომენტზე M0T-ზე. ეს წევრი, ანუ ახლობელი ველის გადაადგილება, მთავარია რღვევის სიბრტყეზე გადაადგილების ვექტორის დროში და სივრცეში ცვალებადობის შესასწავლად. ხოლო შორეულ მანძილებზე ეს წევრი შეიძლება უგულველყოთ, რადგან იგი ცხრება გაცილებით ჩქარა მანძილის მიხედვით. ცხრება როგორც 1 შეფარდებული r კვადრატთან. მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად ცხრება. ხოლო შორეული ველისათვის შორ მანძილებზე იგი ცხრება მანძილის პირველი ხაზი.
ხარისხის მიხედვით. მიზეზი იმისა, რომ ახლო და შორეული ველის გადაადგილებანი პროპორციულია შესაბამისად m0t შეფარდებული r კვადრატთან და m0-ის წარმოებული შეფარდებული r-თან მდგომარეობს იმაში, რომ ახლობელი ველი ძირითადად განპირობებულია რღვევის ერთ მხარეზე მოძრაობით, ხოლო შორეული ველის გამოსახულებაში მონაწილეობას იღებს გადაადგილება რღვევის ორივე მხარეს. მაგალითად, სეისმური მომენტის კომპონენტს ახლობელი ველისათვის აქვს ესეთი სახე. როგორც გამოსახულია მე-15 ნახაზზე. იგი შეიძლება აღწერდეს გზას სან-ანდრეასის რღვევიდან ახლო მდებარე სახლამდე დიდი მიწისძვრის დროს. ეს გადაადგილება არის მუდმივი და შეიძლება გაიზომოს დიდი მიწისძვრიდან რაღაც დისტანციაზე გეოდეზიურად. შორეული ველის გადაადგილების წევრი შეიცავს მომენტის ტენზორის ცვლილებას წარმოებულს, როგორც მოცემულია მე-15b ნახაზზე. ეს არის გადაადგილების იმპულსი, რომელსაც ვაკვირდებით p და s ტალღების შემოსვლისას. იგი არ არის მუდმივი გადაადგილება ტალღის გავლის შემდგომ.